მეგობი. ამდენი ხანია გისმენ და გავიგე რაც უნდა ვქნა. ისიც ვიცი რომ იგივე რა უნდა დაველაპარაკო. თუ მომანდე ეს საქმე არა მე მიყვანე ბოლომდე რომ დავამთავრო. მოდი კარგ მეგობრებად დავვრჩეთ, ხო? ხოჭე, სხვანაირად არ გამოვა. ესე იგი, გიყვართ სამგაულები, არა? როგორც ყველა ქალს. ამიტომ ესე კარგად გახსოვთ ქალბატონი ნატას ბეჭედი, ხო? დიახ. ხო, მაგრამ არ მინდა მე მაგათ ურთიერთობაში ჩარევა. რა ჩარევა? ეს რა ჩარევა? არის ის სოფოს როგორი დამყური ხასიათია. ერთი თითო აესზე გაუკეთებს და ყველაფერს იმის ჭკუაზე აკეთებს. კაცო გადათხრიან ამგზებს და მე არ აკეთებენ. ნიშანი მაინც დაადო. წეღან ისე ჩავარტყი რომ ნახევარი პერიოდი გასაკეთებელი. ამას რა გამოვიდა ახლა. ახლა რა მოგივიდები? შარავი გაძურა. აი თუცბა. მაგას ეგ დანგრატი უნდა აწვი, ხო იცი? დანგრატი. ხო გაკ დანგრატი. არ მაგ დანგრატი. აი ახლა მე მარლენ, ხომ მშვიდობა? იცევ. ეხლა გასაგებია ყველაფერი. ხო. აქედან წამოვედი მოადგილეობიდან. დაგამდე რატო არაფერი არ თქვი? ასაჭირო იყო. ეხლაც არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ მგონი თქვენი ურთიერთობა სხვა სახეს იღებს და უბრალოდ მინდოდა გწოდნოთა. აი, მადლობა. არა, სოფო, სწორად გაიგე რა. საერთოდ ჩემი საქმე არ არის მართლა თქვენი ურთიერთობა, მაგრამ და არ იფიქრო, რომ ამით კაი რაკეთი რეებს ამბობ, გასაგებია ყველაფერი. კაი, მოკლედ ახლა უნდა გავიდე, უფროსის დავალება მაქვს გასაკეთებელი.
რა გახარ? კარგად, საყვარელო. შენა მომენტად კარგად წარმომენატრე მეც რა შვები. ჩახურა მე. გაიგალა? ისე რა. დედა, სენდვიჩს ვაკეთებ და ხო არ გინდა? გაგილაგებია სახლი? ხო, მარტო ვიყავი რა დალაგება უნდა და არც ამირებია. მარტო არ გიშინდა და ბერეთი. არა, თაკორჩებოდა ხოლმე, ხო გითხარი. რა შვებიან დემეტრედან ანუკა? რა ვიცი, კარგად არიან, ჩამოვიდეს და ისევო. ხო, შენ რაღაც ზაგარი არ გაქვს და არ გადიოდი სხვაზე? რა ვიცი, არა, კი, მაგრამ უფრო ძირითადად ბულვარში სერირებდით. დარჩენი ვიყავი კიდე ცოტა ხანი. შენ როგორ თავიდან მომიშორო. მომენატრე დედა ჩამოვედი. ხო, მეც მომენატრე ძალიან. ისე რა ქედი დაწნარდი? ხო, რა ვიცი, უკეთესად ვარ. ძალიან კაი. ნანუკას მოვყევი? მოვყევი გაგიშდა. ხო, მეც მაგიტო არ მეუბნებოდი, რომ გაგიშდებოდა. ხო, ვიშვიშა იდარდა, მოკლედ როგორც არის რა. და მინდა იცოდე, რომ ხდები ალბათ კახს აღარ შეურიგდები. ხო, ვიცი. ხო, ნუ ძალიან ბევრი ვიფიქრე, მაგრამ არ მიგიშები. შენი გადასაწყვეტია. ხო, ნუ განქორწინება გადავწყვეტე. და მოკლედ რაღაცები გავიკითხე და არ არის რთული პროცედურა რა. როდის გინდა? რაც უფრო მალე უკეთესია. კარგი. ხო, რაღაც მინდა გთხოვო. მე მოლაპარაკებ, გეხოთები შენ დაურეკე და უთხარი. დაურეკა, კაი, რა პრობლემაა? ოქრო ჩემი. კაი გოგო. დღეს სახში ხარ? არა, გასულს ვაპირებ. და ადრე მოხვალ. რა მოვიდე? გეხვეწები რა, გოგოები მოდიან, დედკო დიდი ხანი არ მინახია. და შეინახოთ გავუხარდებათ მოდი, კარგი? კაი, ვეცდები. კაი, და მივხედავ ახლა თავს. მიდი. წაიკითხე? აი ახლა ამთავრებდი კითხვას. მერე? სერიოზული ნამუშევარი? მინისტრები პირველი პირები. ვინ შემეძლო ყველა ჩავწერა. ძალიან კარგი. აი, გაუშვებ ბეჭდვაზე. როდის იქნება? დღესვე ჩავასმევდი. ველოდები პირველ გვერდზე. აუგუში რამე იმდენი ვიფიქრე შენ ძმობას მიცავარგან. ისეთი რაღაცები მოვიფიქრე, რომ შენ გაგიჟდე. მოლაპარაკებაზე? არა, რა მოლაპარაკებაზე შენ ძმობას მიცავარ. რუსეთი უკრაინის კონფლიქტის აღმავლობის თემაზე. მოლაპარაკებაზე აბა რაზე შეჭება. ოჩ ეს რაღაცებს ვიბაზრებ და ისე დავაგულებ, რომ აი ბავშვი ხმას ვერ ამოიღებს, ბიჭო, ტიპი. მოდი შენ რატო უნდა იფიქრე, ბიჭო? უფროსი არის გიორგი. დაშუაში აქ უფროს უმცროს. საერთო საქმე არ არის? რა ვიცი, მოვა და კითხე რა. რა უნდა ვკითხო, ბიჭო, რა ხმის ამოღება შეიძლება თუ არ ამეთქი, ბიჭო? ო, თუნდაც. ხო, ბიზნესის იმინა ასე არა შენ ძმობას. მე არა? ხო, შენ. გამარჯოს. აბარაშვილი. კარტრის უნდა გავასწრებ რა. რამაზეს ვებაზრებოდი და თქვენი ბოლო შანსიაო და იტოქში ყველაფერი ისე გავაკეთებთ რა. აი ისმენა კაცი. იქნება ისმენაში ხა ბოლო ამ ხელად საქმეა. ხო და იმაზეც ვიფიქრე რა. მოლაპარაკებაზე. ხო და მოდი დღეს მე ვილაპარაკებ რა. რა პონჩტო. ჩვენ რა ჩუმად ვიჯდე? ჩუმად რატო? თუ რაღაც თმა მოგინდება მანიშნე. ან იტყვირო. ფეხი მოგარტყა მაგისკოშ თუ თვალი ჩაგიკი. აი ნუ ცანცარებ ამ ხელა კაცი რა. ეხლა თავარ საკითხებზე მე დავილაპარაკებ და თუ რაღაც დეტალებზე იქნება სალაპარაკო შენ დაილაპარაკებ. აი მაშინ ხა გავაკეთე დასარეკი მაგ. და მე საღამოს სადმე ჭამოთ რა. რას დადია? რა რას დავდი? აი დეტალები მოვამზადე.
მე ისე მაინტერესებს, რა ეძახის ეგ სერიოზულ ურთიერთობას, რომ აი გიждდება. არ ვიცი ლია, ესე მითხრა ჯერ სერიოზული ურთიერთობა არ გვაქვსო. და ხო ხვდებიან ერთმანეთს არა? ნუ კი, რამდენიმეჯერ შევხვდით და მგონი მოგწონს ერთმანეთი. მოგიდგენია. შენ ისე როგორ შეატყვე წყინა? კი. თავიდან დაიძაბა რა უთხარი. და მე რომ მოუყევი მგონი არ დამიჯერა. რას ნიშნავს არ დაგიჯერა? მე ხო არ უყვარს. მე რას ბჟუტურობ ეხა ბაია რა? აბა რატო არ დაუჯერა? ვიცი ბაია, მაგრამ ფაქტია. ისე იცი რა, მადლობა გითხრა საერთოდ რო უთხარი ეს ყველაფერი. სახუმაროა, აი ესეთ გარეთ წარს რო ხვდება. იცი როგორ ვინერვიულე. მარინა. ალო? ბაია, გამარჯობა, როგორ ახარ? კარგი ენაცვალე? კარგად მარინა, თქვენ როგორ ახართ? ლალი როგორ არის? ჩვენ როგორ ავართ და აი სტუმარი გვეწვია. სტუმარი? დიახ. თალიკოა ჩვენთან. თალიკო? მან რა უნდა? რა ვიცი, გამოგვიარა. მაგიტო გირეკავ არ ენერვიულოს თქო. იცით რა არის, ბოდიში მარინა, გამოვალ ახლავე. კარგი კაცო, მაგიტო კი არ გირეკავ. არ ენერვიულოს მეთქი. არა, მოვდივარ უკვე. კაი, გენაცვალე, კარგი. რა? მარინა იყო. თალიკო ისე ვიქმისულა. ვაიმე. არა, უნდა მივიდე და წამოვიყვანო რა. ხო არ გინდა წამოყვე. არ მინდა იყოს, მივალ და მალე მოვალ რა. ბაია. ჭკვიანად. კაი, წავედი. ჯერ არ ვიცი, ძალიან ნერვიულია. კაი, რა განერვიულებს? ხო იცი რა კაი გამოვიდა. მე მომწონს და ეხა იმათ არ ვიცი. აი. ალო. ხო. კარგად შენ? ისმე. აი. კარგად. ბიჭო, ძალიან სტრანად ვებაზრა. რაღაც სტრანად შეჩემას უერეკი ბაზრება. კაი, რა მოხდა თქვენ? რავი, არ მინდა ორ ჩემზე ცუდად იფიქროთ რაღაც. მაგაზე ადრე ეფიქრა. ძალიან მიყვარხარო და რავი, თუ გინდაო თავს დაგანები. ბატონო? მე არ მჯერა. ნეტა კიდე რა ჩაიფიქრა? რაღაც ვერ წარმოვიდგენია. არც. ბაკო, თავისუფალია ხალხო. როგორ ხარ? ხარ აქამდე რა. აუ, რავი, გრძელი გზის წამოვედით და აქითო დაგოგვიანდა. ხა მე მგონი ყველა ვარ. ცოტნე გვაკლია. სად არის? ეგ ჩემის Facebook-ზე თარჩეს. წარმოდგენა არ მოგვცეთ, ძალიან დიდი ხანია არ მინახავს. ისე მე მგონი შენ გამო აღარ იჩითება. ჩემ გამო რატო? რავი, დაგერეკა ერთხელ მაინც. დამერეკა რა ეს კაი რა. კარგით, მადლობა. აუ, გავგიზდები ახლა. რა? ბიჭო, ექსტრემ საიკლსის მენეჯერმა დამირეკა. მაგათი სახე უნდა რომ გავხდე. მაგარია, გილოცავ. ძალიან მაგარია. გილოცავ. მაგრამ სწორებს და ეგ ბათუმში არ არის? ხო, დღეს უნდა წავიდე კონტრაქტის გასაფორმებლად რა. ბათუმში? ხო, დღეს წავალ და ხვალ ჩამოვალ ან ზეგ. აუ, ვაფშე თქვენს წამოდით. აუ, მაგრად გაასწორებს რა. კაი, მე ვერ წამოვალ, ხო იცი. არა, შანსი არ მაქვს. შენ? ბაზარი არა. ხაც დაურეკავ წამოვე გოჭო. ხო რა, აუ, მაგრად გაასწორებს. ბაზარი არა, დაურეკე. მაგრად გაასწორებს რა. აუ, მაგარი. იგრძნო? მოხდით. გამარჯობა. მე სარგებლობდებით. ოღონდ შემოგირბინოთ, რაღაცა მინდა რომ გაჩვენოთ და. დაგწადით ყავა, ჩაი, გოგოს ეთყვი. არა, დიდი მადლობა, არაფერი დასაჭირო. გუშინ არის გადაღებული. ეს ვიკა? ვიკა. სამსახურის მერე ავედევნე და პირდაპირ ლომბარდში წავიდა.
წარმოუდგენელია და რა დაალომბარდა კონკრეტულად? ვიცი, დაზუსტებით არ ვიცი, რაღაც ოქროს ნივთია, მაგრამ აი ვერ გეტყვით რა არის. წარმოუდგენელი, არაფერს ვერ ვიჯერ. მესმის, მაგრამ ესეთი დამთხოვები არ არის ხოლმე. ეს ჩემ საქმეში მტკიცებულებაა. ხო, მაგრამ ჯერ ხო არ ვიცით დაზუსტებით რა დაალომბარდა. და სწორედ ამის გარკვევა მინდა. ეხლა ვაპირებ ისევ რომ ავედევნო. და შეიძლება მეც წამოვიდე, მინდა დავაზუსტო ნამდვილად ვიკამა იყო თუ არა. კი ბატონო, ხვალ სამსახურის მერე შემოგივლით და წავიდეთ. აი ამის თქმა მინდოდა. თუ რამე გავარკვიე, აუცილებლად დაგირეკავთ ან პირადად ნახავთ, კარგით? კარგით იყავით. ნახვამთ. არ მოდის თაკო, დაიწყო ლექცია გოგნიშდი. მოდის. წამო რა წავიდეთ რა. ისე ლექციებზე არ დავდივარ შეჩემა და საჯარო ეხა. ნუ მაზარი არა მეც, მაგრამ მეზარე. ხდება? ყოირატი არ მოსვლა? არა. არც ეს არ გილაპარაკიათ? ნაერთ გულაპარაკო გამორთული ახლა. დღეს თუ აქ არ მოვიდა, ანუ მართლა ძალიან სერიოზულად არის საქმე. მოკვდი. არ დაიწყო ლექცია? რა დროს ლექცია, აი რა, მოყევით ზა რა მოხდა. არაფერი არ უთქვამს? რა უნდა? გამოსაში რა ჩაიჭრა არ იცით, ხო? აი მართლა? აი მართლა არ მჯერა რომ რატი გამოცდაში ჩაიჭრა. დღეს ველაპარაკე და რაღაც წერილი მომივიდაო და ნუ ძალიან განიცდიდა. აუ, ეხლა მაგას დეპრესიები დაიწყება და რაღაცები უიჭრეთ. ანუ მაგ-პონჩი არის ხო ეს დღე? ალბათ. დავდგეთ? თან ხო იცი მამამის როგორ ჭედავს ეგეთ რაღაცებზე და დაელაპარაკეთ რა. წავედით? ნუ. მიდი და დარეკე. აი, წავედი ცალი. კარგად. დაანები რა თავი მაგ ტელეფონს. აი ერთიც და всё. სად დაიკარგე? ბიჭო, რა ვიცი. ვერ ვარ ხასიათს. აპონჩი. მოხდა რა? ხო. ბიჭო, თაკონ კი გითხრა, მაგრამ მართლა მარტო გამოცდის ბაზარია თუ სხვა რამეც მოხდა? გამოცდის გამო რა. თან სულ ერთი ქულა დამაგდა. აუ ბიჭო, ეგ მაგრად ეხავს რა, ერთი ქულა რო დაგაკობება. ხო, ამახ ვიცი იცის, აზე ერთი ქულა აკდება ყველაფერში ვაფშე. კაი დაიკიდე რა. ნახე შეჩემო ჩვენ ყველაფერი შეტენილი გვაქვს ვაფშე. ბიჭო, რატო არ გესმით? რა ერთადერთი შანსი იყო რომ აქედან წავსულიყავი რა. და ეხა კიდე ერთი წელი უნდა ველოდო. მე შენს ეხა თუ ხდები რომ ერთი წელი უნდა ელოდო, წამო რა ზარდე გავიდეთ რა. ო რა. ბიჭო, იცი რა მითხდება? ეხო სულ სწავლობ რა და მაინც არაფერი არ გამომდის. აი, ნაკლი ხარ შენც, მამა შენ თუ არაფერი არ გამოგდის, ჩვენ რა გავთქვა. ბიჭო, და მამა შენ მარაო, არაფერი რა უნდა ეთქვა, უთხრა მაგრამ. ძალიან გაუსორდებოდა თან ეხა რომ წავსულიყავ. ბიჭო, ხო, მესმის, მაგრამ რა სიზავ რა, ეხა ეს ხო არ იჯდები. წამო რა სადმე გავიდე, ცოტა გულს გადააყოლებ რა. ეი, მიდი. აუ, აი, ბიჭო, აი რა. აი, ერთი წელი ლოდინს არ ჯობია გავიდეთ ეხა ადე რა, მიდი. ერთი წელი რა სახში იჭდეს. წავიდეთ. ბიჭო, მიდი რა. კარგით. მე კარგით უკაცრავად. არა, გუშინ დაურეკე, მოდიოდ ეხლა მეუბნება უკვე გავაქირავეო. ნუ რა, როგორ შეიძლება ეს? და იქით მეჩხობა გუშინვე უნდა მოსულიყავიო. აი მე რაზე იშლი ნერვებს? და ყველგან დარეკე? არა, ესენი დამრჩა. აი ნახე, აი აქ უნდა დაურეკო. მაშინე. კი, ეს კაი ბინა ჩანს. ალო? გამარჯობათ, ქალბატონო. ბინის თაობაზე გირეკავთ. დიახ, პირობები მაინტერესებს. კი, დღესვე შეუძლებთ მოსვლას რამოდენიმე საათში, თუ შეიძლება. კარგით. მადლობა. რა? ძველი რემონტია, მაგრამ სუფთა ბინაო და რა უჭერს. შენთვის არაფერი.
იცი რა არის? მთელი დღე სახში ვარ და როცა გინდათ მოდითო. აი ხო შეგიძლია წახვიდე. ხო, ზაზაც მოსული იქნება და გამიყვანს. შედა და ზაზას გარეშე არსადიარო. ძალიანაც კაი რომ მარტო არ უშვებს. დიახაც. კიდე კაი რომ ყველა არ მოვიყვანე. კაი, წავედი აბა გოგოებო. კარგად ელენე. ძალიან დაგრუზულია, ხო, გადაულის. აულის რა, ახლა წარმოიდგინე რა, შენ რომ ამდენი იწვავ და არაფერი არ გამოგივიდეს რა პონტი. აუ, რატის თანამჩა ტელეფონი დამარეკი. გისმენ. შალი? მან დამჩა ტელეფონი. ხო. რატომ ელაპარაკები? მან იქნები? არა. რატომ ესწრები შალი? არ გესწრება. კაი, მოვა კაი. სალის. რაღაცა სტრანად მევაზრე. კარგად. აი რო ვფიქრობ, ეხლა ნერვები მეშლება რა. რაზე? რაზე და ნატას დაბდურობაზე. მიაგდებ და იმ ბეჭედს სადღაც და მე უნდა ვანერვიულოს ეხლა ყველა რა. ხაბა ხა აქედან როგორ გაქრებოდა? ყველაფერს რო თავი დავმონებოთ, ხო? სალონის იმიჯია რა. ო, ადარდე ხა იმას იმიჯი. გოგოებო, ზაზამ შოკოლადი გამოგიგზავნა. ვა, მადლობა ზაზას. არაფრის. ელენე, მაგ შენ ზაზას უთხარი, ამის შემდეგ მოიტანოს შავი შოკოლადი. დიეტაზე ვართ გოგოები. კაი, გავიქეცი. კაი. რა გინდა მიხსენი და? ირიშკამ რა გიხსნას? ვინ არის ირიშკა? ქალური ლოგიკის ექსპერტი. თუ როგორ წერდი? ჩემი მესიჯები წაიკითხე? ხო. ჩემთან ერთად ყოფნა, თუ არ გინდა არავინ არ გაწელებს. მოიცა ერთი წამი. ჩემი მეგობარია. მეგობრებს ტრაქზე არ ჩქმედენ. კაი, რა ერთად ვართ გაზრდილები რა გჭი. არ მაინტერესებს. მომისმინ ერთი წამი რა, ტიპი იყო მთელი ცხოვრება ძვლები. ეხა გასუქდა და მაღაზე ვეღადავებით რა გჭირს, თუ ვინა ვაკოს კითხე. აუ, რა ვკითხო ვაკოს. თავი დამანებე რა. ურა ისტორიჩკა. კიდე არიგებს ტელეფონს და. აი, ჩართავ შეჩემა საწავაკო. არა, რა პრობლემები ხო არა აქვს ხო, რა იმიტომ რომ ტელეფონზე ურეკავ არიღებს, Skype-ში ურეკავ არიღებს, რა. რა უნდა მოსულდა შეჩემა, ბახა, იყიდის და გაყიდის ნახევარი გერმანიას. და ბახა როა მე მაგიტო მიყვირს თო. რომ ნახავს რა ხდა ერთი დარეკვა რა. დარეკენა წყნეთში ხო არა, შეჩემა საქმეზეა წასული თო. მე ეგრო ლიჩნად ბოლოს ვნახე ძმაო, საქმეზე წავიდა რა. არა ბიჭო, რამე პრობლემები ხო არ შეექმნა თქო რა. ლიზიკო მირეგავს ყოველდღე თო და ეხა ბახას რა გაუხდეთ Skype-ში შევ. აი ბიჭო, ლიზიკოს უხარია შეჩემა და მაგიტო გირეკავს თო. ბახა კიდე საქმეზეა წასული, მოცლილი ხო არ არია რა. არა, რაღაც არ მომწონს ეს ამბავი რა. აი ბიჭო რა, თუ რამე პრობლემა იქნება და მყავს რა, იქ ვიღაცები მაგაზე ბაზარი არ არის. ვინ ვიღაცები არის? არიან რა, ჩემი ჩერეს ბრატები არიან რა და თუ რამე მიხედავენ მაგ საქმეს. ო და თან კიდე ბიჭო ბახა არის, რა საქმე უნდა მაგას ქონოდა, მაქსიმუმ ტელეფონი იმა დაუჯდა და ანი კიდე ინტერნეტი არ ქონდა და მე დალშემალშე მე ვარ. აუ, გაროჩი. ან ინტერნეტი არ ქონდა რა, იფში. არ ვიცი ძმაო რა. ხო და აბა რა გინდა თო. არ ვიცი დავით რა. მოდი რა. ჩვენ ერთმანეთში დგომას გავუმარჯოს. აი, აუმარჯოს. დავა. კაი მე მაგას როგორ ჭამ ვერ ხსენებ. რატომ?
გასული გინდა? კარგი რა ვერ ვიტან ხო იცი? მე მჟავებს და ტყბილებს რომ მომთხოვ ხოლმე მე ნახე შენ. Алло? Гисмент? Yes, it's me. Yes? აი მე აკაკი. თურქეთიდან დარეკეს ანალიზის პასუხზე. ხო, ან ყველაფერი კარგად არისო და კარგი გოგო ხარო. აბატე რა. მე სახალ მოსული ვარ და. დაანებე რა მაგას თავი და მომისმინე. რა მოხდა? ბაჩომ გაიგო. დღეს დილით იყო მოსული. რა? რა მერე? იყვირა ხელები მიქნია და წავიდა. ცხოვრებაში არ დაუყვირია ჩემთვის. ასე ინერვიულა? ინერვიულა არ ქვია მაგას. გამწარებული იყო. ჩანეგე. არ ვიცი, ყველა მიცოდავა. გადავშვიდე. როგორ დამშვიდე კახა, როგორ? დავშვიდი რა. ეგრე სალიმაც იცის. ოჯახი დამეგრა საერთოდ. მე ბაჩოს მეტი არავინ მყავს. ერთადერთი შვილია და ისიც დაწნადი. შეგერიგდება, ნუღება. ვინმე საუდებოდი? სალი? ხო, მანქანა დავინახე შენი ქვემოთ და აღარ დაგირეკე. ხო, სახში ვარ. ხო. სუდროს თუ მოვედი წავალ? არა, შემოჩა. მე წავედი. თურმე უნდა დამერეკა რომ ამოდიოდი. კარგი რა, ბაჩოს გაუგია თუნდა და ხო, მე შემხვდა ბაჩო. შეყოლოდ ხარ. ო, კარგი რა კახარა, მე ვუთხარი, იცოდა უკვე. აი მაგათი. შენ როგორ ხარ? როგორ? მე კი კარგად ვარ. ნათია ჩამოვიდა. როგორ არის? განქორწინება უნდა. უკვე? ხო, არ დაჭირდება დიდი დრო და რომ მოიცლის წავიდეთო. რა გჭირს? წავები როცა უნდა გაც. არაფერი არ გამჭირს. ხო ვიცოდი რა ხა ესე. ეს მოხდარიყო, მაგრამ მაინც რაღაცა. კაი, წავედი, მე ამის სათქმელად ამოვედი. როცა დარჩი რაცა. დარჩი ამას უყურო, თან თუ გინდა სადმე წავედეს ბედაში. არა, მთხოვა ნათია მალე მოდიო. დაურეკავ დედაშენ და დაველაპარაკებ. კარგი. არ შენ დაგირეკავ. არა, ჯობია ნათიას დაურეკო. კარგი. კარგად. კარგი, ჩვენად ხარ.
გიარა. ისმენ გვანცა. გია, სადაა ჩემი სტატია? მოდი რედაქციაში დავილაპარაკოთ. просто როგორ არ გცხვენია რა. ხომ გითხარი. რედაქციაში მოდი და ყველაფერს აგიხსნი მეთქი. უნამუსო ხარ, გია, უნამუსო. არ გამაგიჟო, ესაც მითხარი მართალია? არა, ვერ ვიჯერებ. ლიკა და კახა? ნუ ასე იყო და დაიჯერეთ ახლა. კი, მაგრამ რამდენი ხანი ხვდებოდნენ ერთმანეთს? არ ვიცი და არც მაინტერესებს. როგორ გააკეთა? ყოჩახ ლიკა. არა, თქვენ არაფერს არ გეუბნებოდით. ის კიდე მოდიოდა და ყველაფერს უყვებოდა რა, წარმოგიდგენია. და არაფერი არ შეიმჩნია. არა, რა შეიმჩნია? აქეთ ჩევად არიგებას მაძლევდა, რომ შეურიგდიო, რა დებილი ვარ რა. არსად არ გადამეყაროს ეკალბატონი, თორემ გავწეწავ. გაწეწავ? გაწეწავ კი არა, გამარჯვების ღირსი არ არის ეგ? კარგი, ახლა მე აღარ ვნერულობ, ჩვენი ურად ვარ და თქვენ ხეთ ნამწყორი გასინჯოთ. კარგი, რა ნამწყორი? კარგი, შენ ბათუმში მაგიტომ იყავი, ხო წასულ? ხო, ნუ ცოტა ხანი მოვცილდი აქაურობას. შენ კიდე კაი ჭკუაზე ხარ ნათი. გამარჯობა. სალი, რა გოგო ხარ? როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ საყვარელო? კარგად, მადლობა. ნათია, საქმე მაქვს შენთან. მითხარი. კახა ვნახე და ველაპარაკე. მითხარი დედა, ყველაფერი იციან ისედაც გოგოებმა. აი, გახვეწები გამოდი რა ცალკე. კაი. მოდი შენ წოთი. არა, გო არა ხარ. კეთო გოგოებთან რა პრობლემა იყო? დედა, რატო იქცევით 15 წლის ბავშვებით? არ მინდოდა იქ რა წესია? კარგი მითხარი. კახას ველაპარაკე და თანახმა. ძალიან კარგი. ხო, ხვალ დაურეკავ და ვეტყვი როდის მეცლებაო. კარგი და მადლობთ. მარტო იყო? კი. ლიკაც იყო. ნუ რა მნიშვნელობა აქვს ხო? არაფერი. სოფო, შენ საერთოდ ვერ ხვდები რომ გატყუებს? არა, მართლა ყველაფერს გატყუებს საერთოდ რა და რა გეგონა რო კითხავდი, უი კი შენს დაკოს ვერ ჩალიჩებოდიო, ამას გეტყო და? იცი რა არის? თავისუფლად შეიძლება რომ ეს სტატია ნებისმიერ სხვა გაზეთში აღმოჩნდეს. ეგ რას ნიშნავს? მივდივარ. რაც გინდათ და როგორც გინდათ, ისე წერეთ. ბიჭო, მომისმინე რა, მომისმინე. შო, მორჩა აღარ არის. გაქრავს,ო? ბიჭო, თუ ერთად ვაკეთებ საქმეს, ერთად უნდა ვაკეთოთ. მაგრამ ბიზნესის დედაც მოთხარ, ვაფშე შენ მაკაცები ვარ და ბავში არ მისტორდება ეგრე რო იქცევ. რა, ბიჭო, ტვინი მოთხარი. შენ ჩაიჯული რა ვაფშე რა. საბა, საბა. საბა. მე მიშველეთ. ლევან! ლევან! თან ამდენი ფულიც არ მქონდა. ჩემთანაც ვერ მივატოვებ. მოწევა მინდა. შეიძლება ხომ მოწევა? საფერბლოს.